ამ წამს რატო არ გიშფრინე? ეხლა შეგატყობინე ამ წამს. აი მე ეხლა მაგისტრო გქონდა და თავი სტრიმზე რო გადიხარ დიანას არ აქვს სტრიმზე გასვლის თავი და იღალა ხალხო მიყვარხართ აი უყურე რამდენი თბილი სიტყვები არ გავიდე ვაიმე დედა ანუ 300 ადამიანი აუ როგორ მიყვარხართ გოგუცებო თქვენიცით ლაივზე მიყვარხართ მარიამს ძაღს საქციაზე სანქცია არ იქნება მიყვარხართ დიანა მეც ყველაფერი გული მენახე და ძალიან მიყვარს თქვენი დიდი ფანი ვარ სათხარ არ იმსახურებთ იმ სოფს რაც მარიამმა გაკადრათ სალამით მიყვარხართ ანუ ამას დავაფიქსირებ უბრალოდ მეგობრებო თუ ვინმე ხართ ისეთი ადამიანი რომლებიც არ ვიცი მოკლედ ესე იგი რა ხდება ჰაუსში ორი სიტყვით მოუყვები რა ხდება რა უნდა მეთქვა და მომწდა ჰაუსში არ ვარ დღეს ლაივის დღეა და გამოსულები ვართ რომ მოვემზადოთ და ლაივზე წავიდეთ მიყვარხართ მეც მოკლედ უბრალოდ როგორც გადაცემაში არ შევიდა ესეთი რაღაცები არ ვიცი სტრიმზე გავიდა თუ არა მაგრამ ანასტასიამ ახალმა მონაწილემ ანუ საშინელი რაღაცები ის დაუბრა ანუ სამდღეა მოსული და უკვე მიაყენა პიროვნული შეურაცხყოფა ადამიანებს მაგალითად ბონდოზე თქვა რომ არის არაკაცი და ნაბიჯვარი მე ანუ უბრალოდ როგორ შეიძლება რომ ადამიანმა გადაწყვიტოს რომ ვინმე არის ღირსი და ვინმე არ არის ღირსი რომ დაბადების ანუ ეს ხალხო ეს არის აი აბსურდია რა რას ქვია არ აუღნიშნოთ დაბადების დღე და მე კიდე ანუ მე ხო იცი რაც შეეხება მარიამს მარიამი როგორც ყოველთვის მოკლედ უნდა გავიქცე აბა გაკოცე 800 ადამიანი დააფიქსირე შენი აზრი და დავაფიქსირებ კაი იმ აზრს დავაფიქსირებ რომ მოკლედ მარიამი ისევ გამოაჩინა თავის ნამდვილი სახე მე მეგონა რომ რაღაცნაირად აი მაინც რა მთელი გულით მოვეყარი ამ გოგოს თქვენ კარგად იცით ამ ორი კვირის მანძილზე აი ვცდილობდი რომ ყველანაირად რაღაცნაირად ხარში არ დამეტანი თხოვთ ზურას რომ არ იმეგობროს სხვა გოგოსთან არა ჩვენ ამას არა ადამიანები რა სისულელია სრული სისულელია ეს ანუ მე ამაზე ლაივზე ვილაპარაკებ ძალიან გთხოვთ უყურეთ ეს არის სრული სისულელე არ მეკცი ყურება დიანა რა შუაში არ იმეგობროს რა თქმა უნდა იმეგობროს აქ საუბარი იყოს ადამიანთან ვისთანაც უნდა სხვა რაღაცაზე იყოს საუბარი ანუ ტასო ძალიან ბევრ უბრალოდ ყველაფერი გადაცემაში სამწუხაროდ არ ჩანს ძალიან ბევრ პროვოკაციას გვიწყო და ადამიანი ხონდა კონკრეტული სტრატეგია შემოსულიყო რომ ჩვენს ხარჯზე იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით რომ ორი მუზა არის რეიტინგი ორი მუზა დებს რეიტინგებს თავის დროზე მარიამი პირველ დღესვე იმის ხარჯზე რომ გოიმები არიანო გამოჩნდა ან ჩვენ ხარჯზე და იმ აგორდა და ხო ხვდებით რა ანუ ეს არის მარიამის და გვანცას სტრატეგია პასომაც ეს სტრატეგია აირჩია რომ ვინმეს ხარჯზე გამოჩნდეს ამ შემთხვევაში ჩვენი და ნუ ქუთაისელებს ერთი სიტყვით მოკლედ ჩვენს ხარჯზე შეეცადა რომ გამოჩენილიყო და სხვა შორის გამოჩნდა კიდევაც ყველაფერი გამოუვიდა აი ასე ვიტყვი მე დაგიბრუნდებით აუცილებლად დღეს კიდევ თქვენ არ იყავით არჩევანი რომ დაუყენეთ აი მე არ იყო ეს არჩევანი ჩვენ ვთქვით რომ თუ ერთად ვსხედვართ ნუ დაუძახებ ჩვენთან ანუ გესმით ჩვენ ვთქვით რომ თუ
იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიმღერებთ ერთად და ვერ ვიმღერებთ, ვერ ვიმხიარულებთ ადამიანთან, იმიტომ რომ პროვოკაციებს გამოგიყვანოს ანუ ერთად რომ ვზივართ ანესტეზიებს ვიწოვს და გვწევს კონფლიქტზე, ამიტომ ამის გულისთვის დისტანცია რომ დავიჭიროთ ანასტასიას, ვუთხარით ზურას რომ ჩვენ ერთად რო ვიქნებით არ ვიქნებით კონტაქტში და სხვა დროს, რა თქმა უნდა, როგორც უნდათ, ისე იმეგობრონ და გაატარონ დრო. არავინ არაფერს არ ეუბნება ზურას და გუგას, რომ არ იმეგობროთ. ეს არის სისულელე და კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, სწორედ მიიღეთ ძვირფასო მეგობრებო. გიჯდება ტელეფონი. არავინ არ იმსახურებს პიროვნულ შეურაცხყოფას, მათ შორის მარიამიც, რომელმაც ამდენი პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ადამიანებს. არავინ. ანუ ეს არის შენი სახე, შენი პირიდან რაც გადმოდის, ის ხარ შენ. всё. დაგიბრუნდებით დღეს აუცილებლად და ბევრ რამეზე ვისაუბრებთ ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ ვართ ადამიანები, ჩვენ ვართ სამართლიანები და ყოველთვის დავაფიქსირებთ და ჩამოვაყალიბებთ სწორად ჩვენ აზრს. აბა ჰე გაკოცით.